დიახ, აი ხო თქვენ უფრო მეტ COVID პანდემიის შემდეგ. ბატონო? COVID პანდემიის შემდეგ უცებ გაიზარდა. ხო, კი ბატონო, ბესო დავიწყოთ ბესო თქვენთან და. კარგი, მოკლედ თვითონ ზოგადად ქართული ოცნების ბუნება უკვე ვიცით, რომ არ არის მზრუნველი საქართველოს მოქალაქეებზე და მზრუნველი არის თავის თავზე. ეხლა რაც შეეხება სოციალურად დაუცველების დახმარებებს, მოკლედ ეკონომიკური მაჩვენებლების манипуляცია არის შესაძლებელი. გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა ფორმულით, სხვადასხვა თვესთან შედარებით, სხვადასხვა წელთან შედარებით შესაძლებელია, რომ რაღაცა გარკვეული манипуляცია ჩაატარო. მაგრამ ერთადერთი ის манипуляციასაც ვერ აკეთებს ახლა ქართული ოცნება, ეს არის განცხადებების რაოდენობა. ანუ, როდესაც ადამიანი მიდის საქართველოს მოქალაქე და განცხადებას აბარებს ჯანდაცვის სამინისტროში, ეს განცხადებები უბრალოდ აღერიცხება, ითვლება. და ამას არ ჭირდება არანაირი ფორმულა. რამდენი განცხადებაც შევიდა, ის ციფრი არის დაახლოებით 1.200.000-მდე, ვინც მოითხოვა, რომ სჭირდება სახელმწიფო დახმარება. 600.000 გასცდა უკვე უშუალოდ მიმღების რაოდენობა, ვინც იღებს სოციალურ შემწეობას. ეხლა რაც შეეხება უნდა გადახედონ, ანუ გადახედვა ნიშნავს რას, რომ ისეთ ადამიანებს აქვს დანიშნული სოციალური. პირდაპირ თქვა, რომ აი ღარიბებზე, აი ზუსტად ეს სიტყვა გამოიყენა, რომ აი ღარიბებზე რაღაცა უფრო მეტს, ვისაც არ სჭირდება ესე თქვა, ის ადამიანებიც იღებენ და იცი რა მინდა კითხვა, აი რამდენია დახმარება სოციალურ, ანუ აი შემწეობა რამდენია, მაგალი აი მაქსიმუმი დაუშვათ. სხვადასხვა რამდენი 60 ლარი არის, ხო, ერთ სულზე, რატომი და ანუ აი რაღაც მაყურებელმა დაინახოს, რომ აი დაუშვათ, არ გაქვს შენ ფინანსური პრობლემები, დაუშვათ, კობახცეს რომ დაუჯეროთ, არ მჭირდება მე სოციალური დახმარება და აი რა რაოდენობის თანხა უნდა იყოს, რომ მე აი ამ სტატუსისთვის რაღაცნაირად ესე მაგალითად წილოსანის განცხადება იყო, რასაც ახლა უსმენდით, წილოსანის განცხადებით შთაბეჭდილება რჩება და თითქოს საქართველოს მოქალაქეებს სიამოვნებს, რომელიც სიღარიბის ზღვარს ქვევით არის და სოციალურ დახმარებას იღებს და ეს სტატუსი რო არის, თითქოს ეს სტატუსი რაღაცა ესეთი სასიამოვნო სტატუსი არის. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ატარებს ამ სტატუსს, დღესვე ამოვა ამ სტატუსიდან, თუ მას მისცემ იმის საშუალებას, რომ ის დასაქმდეს და მიიღოს ის შემოსავალი, რომ არჩინოს და გამოკვებოს თავისი ოჯახი. აი ეს წილოსანი, ეს ფუფუნება ყელში ამოსული. აი ამან ახლა როგორ უნდა ასწავლოს საქართველოს მოქალაქეს, რა უნდა აკეთოს და რა სტატუსი სიამოვნებს და რა სტატუსი არ სიამოვნებს. იცი რა, რაღაცა ეტაპზე რო შეხედა, მგონია რომ ბალანს ასწორებს ახლა კობახიძე. ანუ ქართული ოცნება გვეუბნება, რომ საქართველოში არის ეკონომიკური ზრდა. ოღონდ ეს ეკონომიკური ზრდა არ აისახება საქართველოს მოქალაქეებს. შესაბამისად, არ აკლდება ციფრი სოციალურად დაუცველებს და არ აკლდება ციფრი დროებით უმუშევარ ადამიანებს. ამიტომ ახლა რაღაცა ესე ვთქვათ, გონივრულად ციფრს გაასწორებენ, ასე რომ ვთქვათ. ვიღაცებს შეუწყვეტენ სოციალურად დაუცველის, მერე ამ შეწყვეტის მიზეზი იქნება, რომ მას არ ეკუთვნოდა ეს შეწყვეტა. ანუ მოატრიალებენ ამას, თითქოს პირიქით ზრუნავენ სოციალურად დაუცველებზე, რომ აი ჩვენ ისეთ ადამიანებს შეუწყვეტეთ სოციალურად დაუცველის სტატუსი, რომლებიც არ იმსახურებდნენ. ამავდროულად აღიარება გამოუვათ, რომ ბაზებში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არ უნდა იღებდნენ სოციალურად დაუცველს და იღებენ. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სისტემაში არის კორუფცია. მათი განცხადება არის, ანუ მათი განცხადება რომ გავშიფრო და ანალიზი გავაკეთოთ, ამას იძახის ირაკლი კობახიძე. ამავდროულად ამასაც იძახის, რომ ისეთი ადამიანები იღებენ. რეალობა მაინტერესებს და არა კობახიძე რას იძახის. ხო, ნახეთ, რეალობა არის ის, რომ საქართველოში არსებობს 600.000 ადამიანი, რომელსაც ჭირდება სახელმწიფო დახმარება. რომელიც იღებს ამ სახელმწიფო დახმარებას. არსებობს 1.200.000 ადამიანი, რომელსაც სჭირდება სახელმწიფო დახმარება. ჭირდება იმიტომ, რომ მას არ აქვს სამსახური, მან დაკარგა სამსახური. სამსახურებს კარგავს იმიტომ, რომ იმ კომპანიებს აღარ აქვს საშუალება ხელფასი გადაიხადოს, იმიტომ რომ ვეღარ მუშაობს ის კომპანია. ხო, ანუ ბაზარზე გაჭნის პრობლემა აქვს, ასევე ინვესტიციები არ შემოდის. პლუს ამას შესაძლებელია ვიფიქროთ ისიც, რომ ბიუჯეტში უკვე პრობლემა არის, ანუ მომავალი წელი ესეთი კარგი ვერ იქნება, იმიტომ რომ რაღაცეები შემცირება უნდათ. ოღონდ შემცირება უნდათ ღარიბი მოსახლეობის ხარჯზე და შემცირება არ უნდათ მაგალითად ავტომობილებზე, მაგალითად ავეჯზე, იმფუფუნების საგნებზე, რესტორნებზე, სადაც მუდმივად ხო გადახედო შესყიდვებს, ნახავთ იქ რამდენი იხარჯება მათ რესტორნებზე, მაგალითად აბრეშუმის გზის ის რომ მოაწყეს ფორუმი
მხოლოდ იქ ტექნიკა დაჯდა დაახლოებით 9 მილიონი. ამას ცალკე ძალიან ბევრი ადმინისტრაციული ხარჯი აქვს. არა, ნახეთ რა არის, როცა ბიუჯეტზე ზრუნავდა იძახი, რომ ბიუჯეტში რაღაცეები უნდა ეკონომია გაკეთდეს, ეკონომია უნდა გაკეთდეს ადმინისტრაციული ხარჯები და ეკონომია უნდა გაკეთდეს წარმომადგენლობით ხარჯები. მესმის, დავსვამ ამასაც კითხვა, მანამდე ლაშას მინდა მოვუსმინოთ. ლაშა, თქვენ რა სიტყვით ამ ინიციატივას? პირველი, როდესაც გვესაუბრება ირაკლი კობახიძე, პირდაპირ გადავალ დრო შეზღუდული გვაქვს და ბევრი რაღაცა მინდა ვთქვა. ირაკლი კობახიძე რო გველაპარაკება სოციალურ პოლიტიკაზე, ეს უკვე პარადოქსია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს კაცი იყო მათ შორის ავტორი საკონსტიტუციო რეფორმის, რომლის მიხედვითაც ჩამოყალიბდა მეხუთე მუხლე, რომ საქართველოს არის სოციალური სახელმწიფო. სოციალური სამართლიანობა, თანასწორობა, სოლიდარობა. ეს გვითხრა ირაკლი კობახიძემ, როცა ქართულ ოცნებაში იწყებდა მოღვაწეობას. დღეს რა გვაქვს? დღეს გვაქვს სოციალური უთანასწორობა ყველა დონეზე, სოციალური უსამართლობა ტოტალურად ყველგან და ნულოვანი თანაგრძნობა, როგორც პარადიგმა, პოლიტიკური პარადიგმა ქართული ოცნების. ეს არის რეალობა. გადავიდეთ ციფრებზე. 2012 წელს სოციალურ დახმარებას იღებდა 500,000 ადამიანი. დღეს 2025 წელს სოციალურ დახმარებას იღებს 700,000 ადამიანი. ანუ 2012 წელს სოციალური დახმარებების ბიუჯეტი შეადგენდა 270 მილიონს. დღეს შეადგენს 1.6 მილიარდ ლარს. დახმარება გაიზარდა, რაოდენობა გაიზარდა, თუმცა გვეუბნებიან, რომ სიღარიბე შემცირდაო. ეს ალბათ ვეკუას ქვეყანაში და მუსხელიშვილის ქვეყანაში ამას რო კალაძე გვეუბნება, უკვე უტიფრობა და ტყუილია. თუმცა ციფრები მეტყველებს, რომ ქვეყანაში არის სოციალური კრიზისი. და მეტიც. ავიღოთ ქართული ოცნების პოლიტიკოსები, რომლებიც იმედის ეთერში, პროპაგანდისტული იმედის ეთერში კითხულობენ პოლიტიკურ განცხადებას, ვერც კითხულობენ. მაგრამ უნდათ რომ წაიკითხონ. მათ ივანიშვილი ქართული ოცნება ხელფას უზდის 1000-ობით ლარით და ჩვენ პენსიონერებს პენსია რომ წამლის ფულად არ ყოფნის 20 ლარით. ეს არის მათი დამოკიდებულება. კი, პენსია გაიზარდა ნომინალში. რამოდენიმეჯერ თუ იყო 150 ლარი, დღეს 400 ლარამდეა და დიფერენცირებულია, ხო? ასაკობრივია ჩვენთან პენსია. ესეც მათ დაადგინეს, მაგრამ ფასები როგორ გაიზარდა? 3ჯერ და 4ჯერ. პურის ფასი, პური ჩვენი არსობისა რო გაძვირდა. ვინმე მათგან გააკეთა განცხადება და მეც გეტყვით, რატომ გაძვირდა ფასი? პურის ფასი რატო გაიზარდა? იმიტომ გაიზარდა, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია ინფლაციასთან და მათ შორის დენის ტარიფთან. ბიძინა ივანიშვილის ბიზნესი დადასტურებული, ვიცით რომ ბაჩიაშვილის საქმე დადასტურდა, კი, ბიტფური იყო მისი ბიზნესი, მისი ინტერესები, სადაც დენის ტარიფი თავდაპირველად ქონია 2.5 თეთრად. 2017-18 წლებში შეცვალეს და 8 თეთრად ქონა დენის ტარიფი, როცა საწარმოებს, რომლებიც აწარმოებენ პურს, რამდენად აქვთ, იცით, დენის ტარიფი 32 თეთრად. ივანიშვილმა მილიარდობით ფული იშოვა ბიტკოინებით, სადაც დენის ტარიფი 8 თეთრი იყო და პური ჩვენი არსობისა რომ მივიღოთ, რომელიც გაგვიძვირდა, ეს საწარმოები 32 თეთრად მუშაობენ. ეს არის რეალურად ქართული ოცნების პოლიტიკა. მე თუ ვცდები, აგერ არის ივანიშვილის ხელიდან გაწირული ადამიანი ბაჩიაშვილი ციხეში, ის იყო ამ ბიზნესის ხელმძღვანელი პირი, გითხრა სიმართლე. ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის სრული ჭეშმარიტება. და ბიძინა ივანიშვილს რომ საქართველოში ქველმოქმედი ვარო, იძახდა ალტრუისტი ვარო და ქველმოქმედება გამოაცხადა ამ ქვეყანაში დანაშაულად. და თვითონ რეალურად ბიზნესმენია და ჩვენ ხარჯზე შეულობს მილიარდებს. დადასტურებული ამბავია, თავისივე სასამართლომ დაადასტურა. ანუ რა სად ვართ? რეალურად სად ვართ? როდესაც გველაპარაკება ირაკლი კობახიძე რო სოციალური დახმარებები, არასამართლიანია. მეცაც გეტყვით 2022 წელს საქართველოს პარლამენტში ის იყო უმრავლესობის ლიდერი, რომელიც ტაშს უკრავდა ღარიბაშვილის პროექტს, რომ სოციალურად დაუცველებს დაასაქმებდნენ. დღესაც არის დასაქმების პროგრამა. იცი რამდენია მან ხელფასი?
200-300 ლარი. ანუ სოციალურად დაუცველ ადამიანებს უთხრა სახელმწიფო რომ დაგასაკვები, იმიტომ რომ მუხლი კონსტიტუციაში ჩავწერე რომ სოციალური სახელმწიფო ვარ, რომ სამართლიანობას, უთანასწორობას, სოლიდარობას ეფუძნება ჩემი მმართველობა და რეალურად ეს ყველაფერი აღმოჩნდა ფარისევლობა. ეს იკითხება ციფრებში და ეს არის რეალობა. რეალობა არის ის, რომ ირაკლი კობახიძე ახლა იმიტომ ლაპარაკობს და აღიარებს მათ შორის იმას, რომ ეკონომიკური პოლიტიკა მათი არის კორუფციაზე დაფუძნებული, მხოლოდ ისინი გამდიდრდნენ, არა მხოლოდ გამდიდრდნენ, ოქროს ზოდები სახლებში აქვთ. სახლებში აქვთ ოქროს ზოდები. გვეუბნებიან რომ კორუფციას ებრძვიან და ამ დროს ირაკლი ღარიბაშვილი გიორგობა აღნიშნა ფოტო გამოდო, კაცო, და ჩემი მეგობარი და ოპოზიციის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი, რომელიც კორუფციას ებრძოდა, ლევან ხაბეიშვილი, პოლიტიკური განცხადების გამოა ციხეში და მეცაც გეტყვით. აი მართლა, აი ფარისევლობა, სადუკევლობა, რომ ბრალი წარუდგინეს, რომ მოსყიდვას ცდილობდაო, როცა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ არსებობს კანონი და დანაწესი, რომელიც პოლიტიკოს ათავისუფლებს პოლიტიკური განცხადებისგან, პოლიტიკური დაპირებისგან, ის ვერ ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად, მაგრამ ამაზე უტიფრად მურუსიძე, ივანიშვილი სასამართლო, ეხლა ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა პოლიტპატიმრებს, ჩვენს მეგობრებს, მაგათ ვენაცვალე და აუცილებელია. არანაირი მართლმსაჯულება არ არსებობს. ეს ხალხი არ არის პატიმარი, ეს ხალხი არის ტყვე და ქვეყანაში არა მარტო ისინი არიან ტყვეები. ფაქტობრივად ტყვე დაიყვანა ჩვენი სოციალურად დაუცველი მოსახლეობა ივანიშვილმა. ივანიშვილმა დაამცირა ჩვენი მოსახლეობა და მეცაც გეტყვით რა. იყენებს ამ ყველაფერს პოლიტიკური მიზნით და ეხლა როდესაც ამბობს ირაკლი კობახიძე რომ აი გაბერილია, ვიცი რას გეუბნებათ, რომ უნდათ რომ აი თვითონ გაბერეს საარჩევნო მიზნებისთვის ჩამოარეგეს პარტიული ნიშნით, ნეპოტისტურად დახმარებები, რომელიც აი ხა წეგან ბესოს დაუსვით 450 ლარიდან 600 ლარამდე მერყეობს საშუალოდ 300-დან 450, 600, 700 ლარი. ხო, ანუ დიფერენცირებულია. მაგალითად მეცაც ვიტყვი ვიღაცას რომ არ ეგონოს რომ აი ხა მე манипуляციას ვცდილობ. საერთოდ არ არსებობდა წინა ხელისუფლების დროს ბავშვების დახმარება. დღეს არსებობს ეს 200 ლარი ბავშვების დახმარება, მაგრამ პარადოქსი, ყოველი მეხუთე ბავშვი ქვეყანაში შიმშილობს, გესმის, ანუ ნა, შიმშილობს და აი 13 წელია სულ ბესო იძახის ამას. 13 წლის განმავლობაში მხოლოდ ელექტრონული ტენდერით 50 მილიარდი ლარი გამოაცხადეს. გამოაცხადეს კონკურსად გამოიტანეს 50 და ვინ იშოვა იცი ფული? ქოცელიტა და ეს ქოცელიტა რომელიც ჩამოაყალიბა ივანიშვილმა ამ კორუფციული გზით რეალურად დღეს არის ხაფანგში და ყულფი აქვს თავს. კი ბატონო, გასაგებია. და ბესო მოკლედ მინდა რაში იხარჯება რეალურად ფული? ეხლაც საინფორმაციო გამოშვება 3 საათზე პირველებს დაიწყო იმით, რომ ყაველაშვილის ადმინისტრაცია 12 ახალ ავტომობილს ყიდულობს და ერთის რაღაც სატენდერო თუ სავარაუდო ფასი სადღაც 66,000 ლარამდე მერყეობს. ხო, აი რაში იხარჯება რეალურად ფული, რომლის დაზოგვასაც როგორც კობახიძე გვპირდება, აპირებს მათ შორის ისეთი ადამიანებისთვის, ვინც იღებს აი ამ შემწეობას. ძალიან გთხოვთ მოკლედ. ხო, ძალიან მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრები იხარჯება არარაციონალურად და იხარჯება არამიზნობრივად. ანუ ძალიან მრავალრიცხოვანი ავტოპარკი ყავს საქართველოს მთავრობას, ანუ საბიუჯეტო ორგანიზაციებს გულისხმობ ამ შემთხვევაში. ამ ავტომობილების ყიდვის თანხის გარდა ჩვენ ასევე ბიუჯეტიდან სარჩენად ამ ავტომობილების მოვლაპატრონობა გვაქვს დაკისრებული კიდე, ანუ ჩვენი ფულით ამ ავტომობილებს უვლით, მისი მოვლაპატრონობა, ასევე მძღოლები, ისე მძღოლების გარეშე ხო ვერ გადაადგილდებიან ეს ადამიანები. 99 დეპუტატი ყავს ქართულ ოცნებას და 40 ავტომობილი ემსახურება. ანუ ნახევარზე მეც ავტომობილი ემსახურება. ისეთ თანამდებობის პირებს, რომელთა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას არ ჭირდება ავტომობილი. ანუ ავტომობილის გარეშე შეასრულებს ის ადამიანი მის სამსახურებრივ მოვალეობას. ძალიან დიდი თანხები იხარჯება ეგრეთ წოდებული სტუმრების მიღება გასტუმრებით. ეხლა რას გულისხმობ? ნახეთ, როდესაც სამინისტროს თანამშრომელი ან დეპუტატი ჩავა ადგილზე მუნიციპალიტეტში რაღაც მაგალითად რაღაც ხიდის გასახსნელად, რომელი ხიდის შემდეგ უნდა დაინგრეს აუცილებლად, იმიტომ რომ უხარისხოა, ეს ადამიანები სახელმწიფო საბიუჯეტო ხარჯებით დაყავთ
რესტორნებში. ერთი მაგალითი შეიძლება იყოს მოყვანილი, აი როდესაც მაჟორიტარი იყო ქადაგიშვილი, აი რო გამოდის ხშირად, ხო, ქადაგიშვილი თელავში რო ჩადიოდა და მოსახლეობას ხვდებოდა, ესე წერდა ყოველ შემთხვევაში. მე ადიოდა და ღამეს რჩებოდა სასტუმრო ვილა ზუზუმბოში. იმიტომ რომ ან თითქოს თბილისში ვერ დაბრუნდებოდა, როცა ამ ადამიანს მანქანას მივეცით, მძღოლიც მივეცით, ბენზინსაც ჩვენ უსხავთ, ამავდროულად კახეთში ამ ადამიანს სახლი აქვს და ყველა პირობა ჰქონდა იმისი, რომ ამ ადამიანს სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრები არ დაეხარჯა არარაციონალურად. აი მაგალითად ოდიშარია იყო ხა საკრებულოში როა, ხო, დამტენს და ტელეფონის кейს ყიდულობდა სახელმწიფო ფულით ბიუჯეტიდან. მისი ისე ხია სამაჟორიტარო ბიურო 109 ლარი აქვს გადახდილი დამტენში. აი ესე დამტენი იყიდა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ოდიშარიამ, რომელიც არის მილიონერი. კი ბატონო. სანამ არ შემცირდება საბიუჯეტო სახსრები, არ მორჩება ამათი, ასე ვთქვათ, რა ვიცი, ფუფუნებაში ცხოვრება, მანამდე საქართველოს მოქალაქეები იქნება სიღარიბეში. ლაშა 30 ძალიან მოკლედ. უნდა ჩაჯდე ამ ქრონომეტრაჟში. ჩემო თანამოქალაქეებო. სიღარიბე, სიდუხჭირე, პრობლემები უნდა ვეძებოთ ქართულ ოცნებაში. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა სწორედ არის ის, რომ თვითონ თქვენ ხარჯზე გამდიდრდნენ, თქვენ გაგაღარიბდნენ. ამას ამბობს ციფრები. მე ჩამოთვალე წეგან ციფრები და რეალობა მათ შორის არის ის, რომ ირაკლი კობახიძე როდესაც იწყებდა პოლიტიკას, ამბობდა, რომ ამ ქვეყანაში იქნებოდა სოციალური სამართლიანობა, თანასწორობა და მათ შორის სოლიდარობა. და არა მხოლოდ არ გვაქვს სამი. დღეს მათ ბრძოლა გამოუცხადა ჩვენ თანამოქალაქეებს და ატყუებს ივანიშვილის სასარგებლოდ. მადლობა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ჩვენ სტუმრებს. ჩვენ ახლა გვაქვს ეთერში რეკლამის დრო, რეკლამის